მოგესალმებით ოქტოპუსერებო, ჩვენ ვართ ოქტოპუსი და დღეს ჩამოვედით გუდაურში. ჩვენ კი ბაკურიანში. ბათუმში ისე გაგვისწორდა ჩვენ თემურიკასთან ერთად ყოფნა, რომ გადავწყვიტეთ მე და ლუკამ, რომ ისევ თემურიკა წამოვიყვანა გუდაურში და მასთან ერთად გავრთობილიყავით. მადლობა თან პირველად ვარ გუდაურში, მადლობა რომ მაზიარეთ. შემოგევლეთ თქვენ. ჩვენთან ერთად ბორჯომის კოლორიტი, ბორჯომ ბაკურიანის რეინჯერი ლევან კვარაცხელია იქნება. გამარჯობა, ლევან. დღეს ვეცდებით რომ გუდაურში გავერთოთ და გავატაროთ თლიანი დღე. და რა აქტივობებია ნახოთ აბა რეალი და ესა აკეთური. თელ დღეს გაჩვენებთ როგორია გუდაურში ერთი დღე. ჩვენ კი შევეცდებით ბევრად უკეთ დავისვენოთ ვიდრე ბიჭები დაისვენებენ გუდაურში. ეს რა ჩემ მინდოდა მე თუ არაფერს არ ვამბობ. ამის დეცასაც ყველაფრის ფასს რა თქმა უნდა გაჩვენებთ რა დაждდება და ბოლოს დაჯამდება ბიუჯეტი. რამდენი დავხარჯეთ ჩვენ, რამდენი დახარჯეს იმათმა, რომელი უფრო კარგად გაერთო ამ ბიუჯეტში, ყველაფერს გაჩვენებთ. განვერიდება იმის შედეგად გადაწყვიტეთ ბაკურიანში წავალთ თუ გუდაურში. ზარია. ეხლა წავედით, უნდა ვისაუბროთ. საუზმე შედის სასტუმროს ფასში, ამიტომ სასტუმროს ფასიდან დაიანგარიშეთ. შეტყუპებული ქონდა თქვენ საძოვლები თუ განაცალკევით? შეტყუპებული არა, ეს კალთაში ვეჯექი კიდევ თელია. შეტყუპებული ვარ. ჩვენ შეტყუებულები. გეტყობათ კაი ნასიამოვნების სახეები გა. არ გვინდა სკანდალური განცხადებები, რაც რჩება გუდაურში, რჩება გუდაურში, რაც ხდება, იქ რჩება გუდაურში და არ გვინდა ეს რა სკანდალები ჩემოგარ. მოკლედ დავბინავდით ბაკურიანში და დილას ვიწყებთ სტანდარტულად საუზმით. ხო, უც ბევრს არ მივირთმევთ. ხო. ენერგია გქონდეს ელემენტარული. ყავის გარეშე არ რა შეიძლება. თქმა უნდა. აღები. არ მიყვარს პაპა. ესე იგი, რა შეგპირდებით მე? ხო. სერიოზულ რაღაცებს. ესე ადრე ჯერ არ ამდგარო, კაი ხანია და მთელი დღე ძალიან საინტერესო იქნება. ბაკურიანი ჩემთვის არის ესეთი რა სახლით. ხო რა. გუდაურზე კაი იქნება რა, აი მინიმუმ მაგას გეტყვით და გუდაურში დანარჩენი ხო? ეძებეთ სიმშვიდე რათა სიმშვიდემ გეძებოთ თქვენ. იყავით ნაბახუსებზე ჭიხირთმა და მოიქნებით ნაბახუსებზე ტკბილებული. საშინელი იოგა. ყვარა. სადღაც სად მოვედით და ყვარა აბასე. ყვარა უფრო კარგად. ეს ტყულა მიკეთია, გა, ტყულა. დიდველზე მოვედით და უნდა დავლაშქროთ ყველაზე მაღალი წერტილი ბაკურიანში. 2702 მეტრზე ავალთ ეხლა ჩვენ. ვა, ჩემი არასდროს არ ყოფილ ხარ 2702 მეტრზე? შენ ყოფილ ხარ? არა. მეც არ ყოფილი. წავედი. ზა შემოგთავაზებთ ლამაზი გადაფრენა. აუ ეს ვინ არის? რომელი არხიდან ხარ? შენი არხი ვის არის? რა ქვია, მოქმედი. Amazing მირიანი კი იცი. ის სამაკი რაღაცა ჩაიჯვა მაგან. ხო, პირველი ის გავიარეთ საბაგირო აი ნისლი რო არის ვაგონი თავალთ იქ. და აქ უკვე საკაიფო ცივა, თან ქარიც უბერავს და ზემოთ ალბათ. ახლა რითი ვიწყებთ? ანუ ჯერ გადავხედავთ რა, ზევიდან. და მერე უკვე ვიტყვით, აქ გვინდა და მერე წავალთ. საშინელი იოგა ცხელი ვარ. ერთელოგი არა მეც გავიხიდე ისეც სად მომიყვანეთ ეს რა. აბა ისე როგორ გადახვიდო. ეხა მარჯვნივ გაიქეცით. ავიდა. აი
რა ნამქერია? წავედით. გამომყევით. მივდივარ. ჯერ არ მივსვართ, მივდივარ. მოვედით იოგის შემდეგი აქტივობა არის. სნოუბორდი უნდა შევასწავლოთ ბიჭებს, მე ასე თუ ისე ფაფხულობ რაღაცას, მაგრამ მე მეგონა რომ ჩემი კეტებით შევძლებდი ამ ყველაფერს, მაგრამ უარია. ჩემ კეტებზე არის უდიდესი უარი და ეს თები უნდა ჩავიცვა. ჯერ მე მგონი ცალკე ამის ჩაცმის კურსზე არა, ჩავიდე, საკაიფოდ. ვაჰ, გასწორა, და რაღაც ფეშენოა. მაგიებით ხო არ ივლით. ბიჭო, ვაფშე ხო არ დავიტოვო ეს სტილი. მე მეგობრებო, ეს სტილი თუ მოგწონთ, ფეხზე დაწერეთ კომენტარებში, თემურ ფეშენოა. მეგობრებო, მთავარია რომ ფეხსაცმელი ჩაკეტოთ. არ მოიპარონ ისინი. გადაკეტავს და შეთქვენ ფეხსაცმელს ვერან მოიპარავს სრიალის დროს. შემირა იყო ეს. ვარდააკი რამეს მომასნა. ხა, მცირე შემთხვევა. ინციდენტს ჰქონდა ადგილი. მე კინას ხელს აღარ დავუშვებ. და მეხის პონჩიც კაია ეგ მეხი რო დამეცი. აუ, მაგრაული ფხინე. შენ გადარჩი, ხო? ასხელი მე მაინც აკაური აი, სწორობა იცი. 2400 მეტრზე ვართ გაჭედილებით ჰაერში. გაჭდით. არ ვიცით, რა იქნება. ეს ვიდეო როგორ გაგრძელდება, არ ვიცით. ჩვენ ახლა ვართ სათხილამურო კაქირავის მაღაზია ადრენალინში, რომელმაც სნოუბორდის შესასწავლად სრულიად ახალი სნოუბორდი გადმოგვცა და ახლა მე ამას ასე ვთქვათ გავხსნი და გავაახლებ, აბა, განყუთვად და ჩვენ უკვე შეგვიძლია ვისწავლოთ სნოუბორდი. ასე რომ მადლობა კიდევ ერთხელ მართლა ადრენალინს ამ ყველაფრისთვის და ახლა როგორ მოვხვდით აქ ეგ? ხო, როგორ მოვხვდით და დაგვიკავშირდნენ და სტორი ნახეს თემურს, მაგრამ პირდაპირ მისწერეს და ძალიან ჯიგრები ხართ, აქედანაც გეტყვით მადლობას ყურადღებისთვის და არც ყველას გირჩევთ, ვინც მოხვდებით გუდაურში და თუ გიყვართ სრიალი და სათხილამურო ამბები, ადრენალინს აუცილებლად უნდა ესწროთ. გამარჯობა, დღეს მოვიქრებით თქვენი ინსტრუქტორი და მოკლედ დავიწყოთ. ბორდი ამ პოზიციაში უნდა იყოს. ცოტა პატარაზე ქუსლი დატოვეთ თოვლზე. და ვაკეთებთ პატარა სლაიდს, რა ჩამოსრიალდეთ და თუ რამეა ქუსლით გააჩერეთ, კაი? ესე როგორ უნდა გავჩერდე პროსტა სუ. ვაიმე, ჩემი კაი მეშინი. ადაკი. აი, ავდექი. ჩააჭირე ქუსლად ცოტა. ზოგადად ავდექი. გამოხლები ჩახარე, წინ მოიხლები. ესე? ვა, ბიჭო. ვაიმე. ვაიმე. ძალიან დაგატყი? ძალიან დაგატყი, ხო? ხო, ვიჯექი ჩემთვის დიდი ღომში, მეგობრებო. გავქნეთ აბა. ცალი ფეხით ხო ვცადო პროსტა. არა, ცალი ფეხით ვერ ისრიალებ. ფარცხა რაყდები არ უნდა გამომიყვანო, იმენ არაფრის ღირსი არა ვარ, ჩემი კა. კაი, დავა, ერთი დავცადო. წინ გადმოიტანე წონა. ვაიმე. მოდი. არა. მოდი. სრიალა. იმე. რაღაც მოში დავამუღამე. აი. კაუზლის ავდექი, ჩემი კაი. ვარი ულად ეშვები. ისე ღმერთი ერთს რო განიშნებს და მაინც კიდე მეუბნეთ. ისე აგიხდეს, ყველაფერი კაი. მეუბნეთ რომ მიდიხარ. ჩვენ ძმაო ძალიან ექსტრემალურ პირობებში ვართ ასე. კიდე თქვენი არ ვიცი გუდაურში რა საკითხია. მეგობრებო, მე იქ ვერ გავრისკე სრიალი და აი, აგერ ჩემთვის ვისრიალებ, თქვენს განახებთ.
მშვენიერი სასრიალო, რატო დავიხარჯო თავი და მოვიტეხო ფეხები, აი გუნდიშავს ხედავ, წვალობს, იტანჯება. ეხლა თქვენ სავარაუდოდ, აი ეხლა წაიქცა კიდევ ერთხელ ბატონი გუნდიშა. რო კითხო ვიცი და ლეგენდა ვარო, ეხლა თქვენ დრონის კადრს ხედავთ, როგორ ცოდვილობს ბატონი გიორგი. დიდი სამით გაემართა. ბატონი ლუკა კარგად მართავს, მინდა გითხრათ. რა შედარება? ერთად ერთი ისაკნა და რაილეთ გავაგეთ. აი ეს ვარ ხაოსულები ყველაზე მაღალ წერტილში ბაკურიანის. აი ჩამოვახწიეთ. თავარია ჯეროდეს და ჩვენი სპონსორია TBC, რომელიც გვეხმარება ამ ყველაფრის გადაღებაში და მადლობა ძალიან დიდი რა. მადლობა რომ მოვახციეთ აქამდე. საქართველოს გაუმარჯოს ბაკურიანის სამადობით. აბაე. საქართველოს სადღეგრძელო როგორ არ დამელია. ხედა მივდივართ. ავიცი წავიდეთ დაბლა წავიდეთ და სადაც კიდე. დაბლა ჩავდივართ აქედან. ხელამურებზე დავდგეთ და რაღაცა სნოუბორდზე არ არის საჩვენო, ამიტომ მოვედით რომ ციგებით შევეჯიბროთ ერთმანეთს ვინ უფრო სწრაფად ჩამოივლის დაბლა. და რა თქმა უნდა, თუ გახსოვთ ბაკურიანის მდიდარი ღარიბის ვიდეო, ისევ ეს არაჩვეულებრივი ადამიანი შეხვდა და უფასოდ მათხოვრობთ შენთან პრაქტიკულად ყოველ ჩამოსვლაზე. არ არის პრობლემა, არასდროს პატივს გცემთ და ყოველთვის დაგხვდებით, გიმასპინძლებთ როგორც შეგვიძლია ის. უღრმესი მადლობა ძმაო კიდევ ერთხელ და რა ვიცი, იმედია გამიძლებს ხო მე? გამიძლებს აუცილებლად მაგის რომ შო, სულებს გაუძლებს. კი ბატონო, გაიხარ. მაგას ქვია სნოგო. სნოგო. ჩემი ნელა დაიწყო. კვარა ზაერხა ეგრე. მომიგო ამ დაპა. ამოვიდე? ბუსკვერცხები. მიდი ძმაო. მოაცრიალ, ოპა! კლასიკა. აი, ესე იგი, ჩამოვედით, ვისრიალეთ 360 რატომღაც დამჩა და ეგ შემპრომ გვათხოვა 360-ით მადლობა და ეხლა უნდა წავიდეთ ჩვენ, უნდა გავფრინდეთ პარაპლანით და სანამ მადლობა ძე. ხო, მაგრამ მინდოდა. ხო. აუცილებლად იყო სასაშიშროება რომ მუხლით მომეტეხა მისთვის, მაგრამ რადგან ადრენალინმა ხარისხიანი სნოუბორდერი მოგცა, კაური სნოუბორდმა არ გააკეთა ეს ყოველივე და მე მიხსოვს. როგორ არის ისე ჩვენ ისეთი რაღაცაზე გაგვიძლო და ისე ნერვები მოუშალეთ ჩვენ წვრთნელს, რომ კი, კი. წეღანთან ზევით ამბობდა რომ მეც მინდა ფრენაო. და თუ სურვილი გაქვს, ამოდი ჩვენთან ერთად, ჩვენ გეპატიჟებით რომ ერთად ვიფრინოთ. ოპა, ჩვენ რა, მე და შენი, უეჭველი უნდა დახახტო. მართლა. ოქტოპუსი გეპატიჟება. ოპა. დავიდეთ? ვაიმე. ოხ, ჩემი. ასამ, ბიჭო. არა, ბარხა, არის ჩქარი, ჯიგარა. არის არა, არის ჩქარო. არა, ვაიმე დედა. ჩემი კაი. So. შენ გაიხარ, კაი. მოგლი. ახ. რა ქვია? ბარხან? დავით ბარხან მოურავი. ბარხანი. როგორ მოგეწონათ ბარხან? სასწაულად, იმიტომ რომ პირველას ვიჯექი ვაფშე არც მეგონა აი, საქართველოში
მე მგონია რომ ეს მანქანა გასაკრძალია. და აგერ თუნდა ვიაროთ, რა, არც საცობი იქნება და გარემოები იქნება ძალიან გასაცხადებით და რა ვიცი. ხალხს უთხარი ბარხან რომ არხი გამოიწერო. 360 არის ულამაზესი. აუ, ეს არ შეიძლება ხო? ეხლა დავთვალ. ამოვედით ეხლა და ძალიან მაგარია მინდია, იმიტომ რომ რო გაიხედავ არაფერი არ ჩანს იქ. ძალიან მაგარია კი. სასწაული ამინდია და ზეგო აკი. თემურიკას მიეცი სტუდიაში. ძალიან ლამაზია უკვე. გუნდიშა? გუნდიშა, რა თქმა უნდა. თვითონ ადგილი ისე რა. კომედია, ეს გუნდიშა საერთოდ. ვაიმე ბიჭო. ჩემი კარგი. ვაიმე ბიჭო. ჩემი კარგი. ხიფათოი. ვაიმე. გუნდი შენთან ვარ, ხო? ისე მიდის ასაფრენად თვითონ როცა მე მივდივარ აი შაურმის საჭმელად და აი როდის მივალ ერთი სული რომ ნახო შევჭამ ისე არის ახლა მონდომებული და არადა ცაში უვარც არაფერი არ ჩანს ქვემოთ მეგობრებო და ცები დაუწერეთ გუნდიშას როგორ ხარ აბა? ძალიან კარგად. ნუ ვიტაი შაბა ქვემოთ ნახავ ჩენიც და ქვემოთ გნახავთ იმედია. იმ ბიჭებო, რავი, თუ არა და ყველანი მიყვარხართ საერთოდ ჩემები. და გაცოცხლებული წამყვანად ტომებს მე. გუნდი შეშათა. ჰაერში გამოკიდებულმა გუნდიშამ აქ ბეტსონს უდიდესი მადლობა გადაუხადა, მაგრამ ხმა რა თქმა უნდა ისმის ასე. დიდი მადლობა ბეტსონ სპორტს ამდენი ხანი მეგობრობისთვის და ნდობისთვის. მათ გარეშე ასე მაღლა ფრენა შეუძლებელი იქნებოდა. მოიცა მუსიკა რატო დაიზაბავა? მე მინდოდა მაგრამ გუნდიშამ დაგასწრო. გუნდიშამ აიჩემა მეგობრებო, მაგრამ არ გაუტეხე როგორ პატარაა და ძალიან უცნაური ადგილი ვიპოვეთ. ნამდვილად. სადაც ძაღლების მარხილით გასეირნება ჰასკების დაჟე. ჰასკები, ხო, რა თქმა უნდა. მაგისთვის ახლა ჰასკები გამოიყენება. კიდევ ვიცი მე მაგის. მავანი დავკარგეთ გზაში. რაღაცაო, მანქანაო, ისაო და მოკლედ დაგვიბრუნდება. დავждები და ნახოთ რა იქნება. მე ძალიან ველოდები, ძალიან მაინტერესებს, მართლა ძალიან მაინტერესებს და წამოვნახოთ, აბა. დავაი. ჰასკები. მიდი ლოკი, მიდი. ყოჩა. Brava. ოჩა. მულტფილმში და ფილმში ერთად ხარ, აი ძალიან მაგარი იყო და ძალიან კარგი გამოცდილება და საინტერესო ის არის რა აქტივობა ძალიან განსხვავებული და მაგარი ძალიან. ის თორია იქ, ლოკია ეს, ფლაგერტ არის ეს, ვანდა და ეს არის ფოთი.
ბაკურიანში თუ ამოხვალთ, გირჩევთ, რომ ძალიან კარგი აქტივობაა და გაისწრინეთ ერთხელ მაინც აუცილებლად. წავედით, გავაგზავნეთ. ესე იგი, პარაპლანი ფიფრინეთ ძალიან მოგვეწონა. მე და ჩემმა სნოუბორდის მასწავლებელმა და თქვენს თუ მოხვალთ იგივე ადგილას, თუ ეტყვით რომ ოქტოპუსიდან ხართ, ფასდაკლებას გაიკეთებენ და 200 ლარი იქნება მხოლოდ საფასური თქვენთვის. ძალიან მაგარია და გამოცდილება ღირს დამიჯერეთ. კარგი პროფესიონალები არიან შევადგე მუშაობის დროს, როგორც მუშაობდნენ და გაგისწორდება ძალიან მაგარი გამოცდილებაა და ჰაერში არის სასწაული შეგრძნებებით. ან თუ გააფრთხილებთ რომ არ გეშინია და რაღაც იგიჟეები იქნან, ვაფშე ძალიან გაერთობით დამიჯერეთ. შემოვარდით უცებ ბურგერ ფაქტორიში. ბიჭო, ფრენის მერე ძალიან იცის ხოლმე შორის მოშიება თურმე. ბატონო, ჩვენ ფრენას რო უყურეთ, მაგითო. თორე შოქში ვიყავით. დასტრესილიო, კი, არა, მე კადრშიც შეხედავდით, რომ პირველ მონაკვეთში ფეხი დაუსტა კინაღამ ჩვენს მეგობარს. ფრაგაკინაღამ, როგორც გავიგეთ, ჩაეფლო ფეხში, მას სულდა გარბენა, მაგრამ ჩაეფლო ფეხში გუნდიშა, მაგრამ გუნდიშა რისი გუნდიშა თუ არ გამოძვრა ამ სიტუაციიდან. და მოვედით ახლა რომ გემრად მივითა და მართლაც ბურგერ ფაქტორიში გვითხრეს რომ მოდითო და ბურგერებზე უნდა დაკვატიჟოთო და რა თქმა უნდა ბოლოს ფასებსაც მოგახსენებთ. შეგახსენებთ რომ ჩვენი სპონსორია TBC, რომლის საერთო ხარჯებით ფუნქციონალი ასეთ სიტუაციებში გვეხმარება თანხა თანაბრად გავყოთ და ერთ მეგობარს არ დააწვეს ფინანსური თუ საბუღალტრო საქმიანობა. გამოყენება მარტივია. ქმნი ჯგუფს, ამატებ წევრებს, უთითებ თანხა როგორ უნდა გადანაწილდეს მეგობრებზე. ყველას გამოუჩნდება თანხა, რომელიც მართებთ და ზედმეტ თავის ტკივილსაც აიძილებთ. დიდი მადლობა TBC-ს. სახე გავუაძრეთ. თმაც კარგად მაქვს. პერფექტ, მართლა პერფექტ მეგობრებო. აი რასაც ქვია გამოვიბესკვე, აი ეს მოუდი მაქვს ახლა. ბურგერ ფაქტორი განსწავლეთ მინდა გითხრათ. შემოგვიგეს. ძალიან კაი იყო, მართლა რეკომენდ. მოვედით ძალა ერთობაში. რათა გავაფსოთ ავზები. გავსებაზე გაუშვა? ჰოტოგები ჭამოთ, იმიტომ რომ ცოტა მოგშვიდა მთელი დღე მოდირავო და გავეშუროთ საით შენ. ყოარა შენ თქვი. ცოტნე შენ თქვი. ოფროუდებზე და კვარას მანქანა გავისვათ. ერთი რა ბიჭია ვნახოთ, აბა შენი. ფოლში ოფროუდს. ნახე, ფრინგსის ის არის სუპერ მარიო ედიშნი. ეს მაგარია, ხო? Super Mario-ს ამას დავაკვირდი გემოა და შეგიძლია ახალი გასული. სუპერ მარიოს გემო. სუპერ მარიოს გემოა. მე კოკა-კოლა მინდა ვანილის, იმიტომ რომ მარტო აქტიულობს ხოლმე ვერ ვნახულობ ამ ვანილს. ეს ის რა არის? რა, გასახსნელებული UP-ის ფონში? ბიჭო ხო რა და დავადების დღე თუ აკეთებ ხოლმე ამას რა? ბევრისთვის. კამფეტია, Red Bull-ის კამფეტი. აუ, ხარ. ჩვენ ახლა იკაიფე, Red Bull-ის კამფეტი ხო არის? ახლის კამფეტი რო არსებობს კიდე. ორივე ხა? ხა ეს მივასწრო, ძალიან მაგარია. რო არის გაზიანი და რაღაცა რო არ სვა. გზაში რა? ხა. ავიღოთ ეს. გზაში. ავიღოთ. გავსინჯოთ. დავაგემოვნე. ხავე დავაგემოვნე. ბიჭო, აღარაფრის კეთება არ მინდა. ისე ვჭამე. ვიმწვებოდი ახლა თოლში თუ მინდა. ცოტა როგორც ყველაფერი, ცოტა რა თქმა უნდა ძვირია, ბურგერ ფაქტორიც და ბურგერები, მაგრამ როგორც გუდაუშვა. ხო, ყველაფერი ძვირია აქ და მიჩვეულები ვართ მაგ ფაქტს. მაგრამ დავკვატიჟეს და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ბურგერ ფაქტორის კი ბატონო. და მე სლოგანიც მოვუფიქრე, ამიტომ ბურგერ ფაქტორი, სიგემრიელის ფაქტორი. ფაქტორი გაურითმა ფაქტორი. აქედან სლოგანი ფასონ ჩვენგან. ჭეკილების დაგვარლავილეს და კიდე ერთი აქტივობა გვაქვს, ბურანები უნდა დავიწყოთ. ბურანები უნდა დავიწყოთ. ამიტომ წავედით. წავედით. ბურანებზე. წავედით ბურანებში. ვინ ვიპოვეთ, ჰა? კაკაგიდა, ბიჭო. სამედი ხართ. გამოყვები. ხო გამოყვები. თუ რამე ლიბიოთ კამა გამოგიყვან. ის ხო გააქვს ბუქსი? ხო, შო.
ეს კვარაა და მას 160 მეტრი ვიდეოდ გაყავს. აი ესე ვერთობით. აბარა, სადა თოვლის საბატა. დაშავია უკან ისინი გუდაურში როგორ ერთობიან ესე ჩვენზე უკეთ. რაღაც ეჭვმეპარება. კემბრიელის კვების შემდეგ როგორც იტყვიან, ბურანები აუცილებელიაო. და ჩვენ ახლა ბურანებზე დავსხდებით. სახე არა მაქვს. ჩემი სახე არ არსებობს. სახი არ მაქვს, მაგრამ გაასწორა. მარტო ჰუდით არ წამოხვიდეთ გუდაურში. ეს რა არის? ესე იგი, ბურანებზეც ვიკატავეთ, ძალიან გაასწორა და ბურანების ფასი იყო სადღაც 400 ლარი. სამი კაცი. მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა, აქაც ადრენალინი დაგვეხმარა. ადრენალინის უდიდესი მადლობა. გაგვირკვია რაღაცები, ერთ თავისი ბურანი გვათხოვა, მეორე გაგვირკვია და დაგვპატიეს ამაზეც, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ადრენალინი რო არა. ალბათ ჩვენ ეხლა თოლში ვიწყდებოდით და ჩვენი ციგით ვიკატავებდით, ასე რომ მადლობა ადრენალინს. ციგაც არ გვიქნებოდა. ხო, ასე რომ გუდაურშიც ამოხდებით, ეს თუნდაც ადრენალინს. კი, ადრენალინი რეკავს ეხლა ის ვერტფრენი გაგირკვიეთო და მეგობრებო, გილოცავთ. ყინვაში ყოფნის პერიოდი დასრულდა და უბრალოდ სიტყვაში როგორც იქნა. და ბაკურიანი იმა აგვახვედრა თული დღის მერე. რთული დღის მერე დაგვახვედრა ვახშამი. და სულ ცოტა ხანში. მარტო ყველთან. თქვენ დღეს ძალიან დაიღალეთ. ხო. და ძალიან გადაღლილები ხართ. აყინულები. და სპა ცენტრიო ძმაო რო ივახშმეთო. მასაჟებიო. ეხლა ვივახშმოთ კარგად. სადავრი მასაჟები. მესიზმება ის. ჩვენ რაღაცა ისე ვერთობით. ადამიანი. ხო. სადღაც ღურბლებში კი არ დავფერე. ვიღაცა მიწაზე. ხო. დაშე ვარდებით. აუ არა. ძალიან კაიო. და ხო, მიტას ნახომაც გაასწორა. კი ბატონო. ოპა. ეს ჩემია? ვახ, ბატონო. ეს რა არის? თევზის სუნი აქვს და რა ვიცი. არა, ბრინჯი, ხო? ბრინჯით, თევზი ბრინჯით. იდეალ. შენ ცნობ შეფებს და აბა გითხარი. ნოფროუდის მერე ესეთი საჭმელი. ვა. ეს არის ეს მონაპოლის სოუსი. ცოტა მაგაშია ვიტამინები კანში. ეს სოუსია ზემოდან თუ რა? ყველა სოუსია და ხიზლავა. მაგნემრია. დაჯე ხა ჭამე შენ სოდო ხარ. რეკომენდებული არ არის ეს არ გაიგეოროთ სახლში. იჩახდი. ხუკი გადაუღე. არა, ცივია ზმა, არ მეკონა. ესე იგი, ძალიან დავიღალეთ ჩვენ გუდაურში. და ვეძებდით სად მივირთვათო და აგვპატიეს და ძალიან დიდი მადლობა მათ. დაყარეს უფრა. კოქტეილებს მოიტანეს. კი ბატონო. კოქტეილებსაც დავაგემოვნებთ. კარგი მოგაგებო. მოკლედ ბიჭებო დაგლოცავთ.
მიყურა ხართ გაფასებთ, წარმატებებს გისურვებთ, მიხარია ხოლმე თქვენთან. სადაც არ უნდა ვიყურა გადაცემას არ უნდა ვიყო, მიხარია თქვენთან ურთიერთობა, კონტაქტი, წარმატებები და ჩემი სადგრძელო დასრულდება სიმღერით, რომელიც თქვენზე გადავაკეთე. ოქტომბრის სადგრძელო როგორ არ დამელია. მისი ყველა გადაცემა ხომ საყვარელია. კერაცვალ ოქტომბერს გაუმარჯოს, გაიხარეთ. იცი რა ზუსტად ვფიქრდი? იქით ბაკურიანში არ არის გუგუნი საერთოდ. ვერ გადაიღებული მაგასთან. ჩვენ რო გადავიდეთ, ეხლა ჩვენ რო გადავიღეთ. ბიჭო, ხო რაღაც მაგ. ვიტყვი, პარაპლანიც გადავიღეთ უკვე ჩვენ. პარაპლანი იქ არისო. ხამე, ბურანები, კოქტეილი დავლიეთ კიდევაც და რა პონტი ახლა ეხავს ახლა ისე იმათზე იმათთან არ არის კლუბები. ისე მოწყენილი იყვნენ, ჩვენ გავერთოთ, რა გუნდიშამ გადაწყვიტეს თო. აუ ძალიან მეწყინა ბიჭო, აი ელში არაფერი აღარ გადა. სოლიდარობის ნიშნად ბედათემოს მე და ლუკა დავრჩებით მაშინ და ბიჭებს იქეთ ბაკურიანში რესპექტი ჩვენგან და თქვენ დაგვარ რესპექტეთ ჩვენ. Top 10 respect moments. კი, რავი, ჩემი ეს მაგრამ ვიტყოდ ახლა უარს გულავას ჩვენს გარდა. ნუ რავი, რესპექტი ჩვენც მაშინ. რა შევა აქ ეხა ის ჩამისვი რა ბარში რო სვავენ ესენი რა. რესპექტი არა, ეს ფალავანი. რატო რესპექტი როცა გუდაუში? შემოგვეხვით ბიჭო? აბა რა, ვიწყებ გიშობას. ვერ ჩასო, რა კადრები არ არსებობს. ვერ ჩასო. აქედან დავიწყო? გამოვედი? მე მივდივარ ახლა ჰიდრომასაჟზე, რომელიც კეთდება ბაკურიანი ინში. თქვენ შეგიძლიათ სხვათა შორის სასტუმრო სტუმარი თუ არ ახარ, ისედაც შეგიძლიათ გაიაროთ, შემოხვიდეთ ამ მასაჟზე. ეს არის ახალი დამატებული და ამბობენ რომ ძალიან კარგიაო, ესე გვითხრეს. ალს მომასხავებო. და ხო, გამოდევნისო ტოქსინებსო, ასევე ხშირად თუ გაიკეთებთ ამასო, გახდებითო, გამახტუნებელ, გამაჯანსაღებელი, ესე გამოდევნის მავნე ნივთიერებებს ორგანიზმიდანო და ნახოთ ახლა თუ როგორი გამოვალ იქიდან. შევდივარ 100 კილო, რამდენი გამოვალ ნახოთ. და მომწერეს რომ არ ვართ ღიებიო, ანუ ღიები ეს ქართულად რაღაცა ანუ ესე იგი უცხოელები არიან იქ ხარ, მარტო უცხოელთა ხარ მივართ. არა, Black Dogs მიწერა მართლა თემურიკამ და ვუფ ესე თქვა. ესე მომწერეთ რა. ბარი რო ეგრე დაგიღრენს იქ რამე მიყვარს, ასე არ ვიცი, არ ამგონია. ასე ბიჭებს რესპექტი აქედან ჩემი და ნუ გუნდიშაზე ვართ რა და დამოკიდებული რა. მეგობრებო, თუ გინდათ რომ გუნდიში ერთადაც თავზე და დავაგებოთ GoPro-ი ბარში შევიდეს მთელი დღე გაერთოს და დააწერეთ კომენტარებში. Sky დაწერეთ კომენტარებში. Sky დაწერეთ კომენტარებში, like. რო განახოთ ჩემი ჩათი 4 უკრაინელი გოგონა მირეკავს, წერს Black Dog-ში მოდი თემურ, დღეს ვარ ჩენი. რა განახო, მოდი? ხო, მოდი. თემურ უნდა გაგრიალოთ, მაგრამ ეხლა იქეთ ბაკურიანში ბიჭები იტანჯებიან და მე გუგოებთან საგრიალოთ წავიდი. არ გამოვა ეგრე ჯიმა. ეს ჯიმა ისე პაროდირებულად. ასე რომ რა ვიცი, რესპექტი დაგვიწერეთ მე და ლუკას. გუგოებმა ქართული იციან, ახლა მაგითო ვისაუბრე ესე ქართულად. ინგლისური იციან და რესპექტ ამეთქვა. ინგლისურადაც ვეტყვი Gills. Please I don't come Black Dog, I respect my brothers. და წარმოვიდგინე 4 გოგო რო დგას უკრაინელი Black Dog-ში რო ელოდება. აი ესე რო დგანა შესასრულში. ასე მომეწონა რომ ჩემი უნდა გავხსნო. ფულაში კაცული. არა, ხო, დამეტყო. Black Dog-ში მოვედით და თემურიკამ უნდა აყაროს ის უკრაინელი ნაშები, ვისაც ნახოთ ერთი აბა გუნდისასთან ერთად წავა სასტუმროში თუ ახლა უკრაინელი ნაშები ყავს ამას. შევუკვეთეთ 4 მაიტაი, ოღონდ კლასიკური მაიტაები არა აქვს საფერო მაიტაები. მე მაიტაის მოყვარული ვარ. ნახოთ როგორი მაიტაი იქნება და დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით. რამდენი ლარის არის 4 მაიტაი. და მე ამის პასუხს გეტყვით ვიდეოს ბოლოს. მადლობა. აქვე მაიტაიც მოვა, ასე ვთქვათ, ვთვრებით და კარგი სტრაქს ვიგინებით. კაროჩე რა.
გადადის არა მოვიკითხოთ მაინც ეგ. აცი გამოსულია და მაინც არა ვიცხდება ის გუნდი, რომ ტოპად რეცპექტ მომენტებში მოხვდეს. არა ვიცხდება ის გუნდი არა ვიტანეთ, არასაკეთებენ შეიძლება საერთოდ როგორ უჭირთო. საერთოდ დროს გადის კადრი და იქ ცოტა მასაჟებს იკეთებს. გამოგიგზავნეს ეს ამის პას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ გამოგზავნილი შოთია. მაიტაის პასე იფიქრეთ, 4 მაიტაი. გადაცემის ბოლოს ვიტყვი. აფერია, ფეია. ეს არის მაიტაი, მეგობრებო, ჩემი საყვარელი კოქტეილი, მაგრამ ეს არ არის კლასიკური მაიტაი. კლასიკური მაიტაი. უსვამ მე ტრაქშიც. და რავი, ხო, რაღაც უცნაურია, მოიცა ეს ფერი რატოა? რა ყოლია? ალბათ იმიტომ რომ ჩვენ TBC არის ჩვენი სპონსორი. ცოტა გამიცისფრე ეს და TBC არის ჩვენი სპონსორი, რა თქმა უნდა და მაგიტომაც ეს ფერები ავიღეთ. ვა. მომინდა რომ ბიჭებს ვაკოთ. აი, გასაგებია. გაწოცხლებული თემა გეი გახდა. მოიღო. გაიხარეთ. მეგობრებო, თქვენ გაგიმარჯოთ. ვისაც ჩვენი არხი გამოწერილი გაქვს და გამოიწერეთ, იმათ გაგიმარჯოთ. გზაც დაკეტილი დაგხვდა დაჟე და ფეხი დაიწევს ახლა მანქანები დავტოვეთ იქ. ანუ დღეს არის დაკეტვის დღე თუ საერთაშორისო დაკეტვის დღე. ჩარაზვის თუ რა ვიცი ძმაო რა. ხელი დღე შენ რა ითმედი. ღამის ბაკურია. ეს შენახე რა აუ, გიტყოდა. გადაო ჩემი. მე რა ფაქტ შევესწარიტო. მადლობა 5-დან 0-ს ჩვენი სპონსორობის ჩვენი გვერდში დგომისთვის და საღამომდე მართლა ნულის გარეშე ვიყავი და ეხლა გადავწყვიტე რომ როდის თუ არა ეხლა თქო უბრალოდ შევამ გადაწყვიტა და მადლობა 5-დან 0-ს მადლობა შევას აბა მე მაგ კიდე შენთვის შევბერეთ სეზონს თუ 5-დან 0-ს გაგიმარჯოთ ბიჭებო გაგიმარჯოთ მრავალზაიანი ღამე წარმატებები მრავალზაეს ბიჭო შევაწუხოთ გუდაო. აბა ბიჭო ეხლა ვიწყებთ ღამის ცხოვრებას მე და ბიჭები, რასაც ვეღარ განახებთ და აქედან გამოყოლებული კამერებს გავთიშავთ. კი, ჩვენი ღამის ცხოვრება ძილი. დღეს კი. ჩვენ ძილს ვერ განახებთ. ეხლა არ ვიძინებთ არავინ, ეხლა გამორიცხული თემა. ჯერ ძველ გუდაურში გავდივართ ბიჭები, მე ახალში ბრუნდებით და ნუ გააროჩე რა. აბა თავი შეყავი იმ თოლში. შესაძლოა, მაგრამ არ მიიღეს მინდა გითხრათ. აი ეხლა აქ ამონაცდება ჩვენი ყველანაირი ფინანსური გადაწყვეტილება. ჯამში რამდენი დავხარჯეთ აქ ამონაცდა ძალიან გრაციოზულია. ბატონო, მე დავარღვევ ამ წეს შემოღობილი აქ ვიღაცა მოკლეს, მაგრამ მე ჩავხდები. უში გინაცვალები, აი გუნდიშა რა. გუნდიშა კაცია. რო კიცხვი კაცური კაცი. რო კითხო არ დაულევიათ, მეგობრებო, აი. სიხარულის სადღეგზე აი, როგორ იმერელი კაცი, დალია, ხო, არ აკეთებს იგიჟეებს, ესე თავისთვის დისციპლინებად მიუყვება შარაგზას. აი ამათ შეხედეთ. ეხლა უნდა გადმოვხტარიყავით სპირით იმაში თოლში. რა არის ეს ყოველი? ჯერ აბლა არის გაკეთებული, ხო? არ შეხვიდეთ. თუ აი არის სადაწერი არ შეხვიდეთ მანახე და ფარცხანაყენების პეცი რა არის, ხომ? არ დაარღვიო წესი. კამერას უყურებ და ელაპარაკ. კამერას ელაპარაკებს და კამერა ჩვენ გვიღებდა. რაო? თოლში არ ჩახტა. აუ ის ოპერატორი არ იქნება ფუსია. ნუ ეს მეგობრებო ეს არის მიზანმიმართული ჰეითერების შემოტევა ამას მე გავატარებ გავეშურები საწოლისკენ თქვენ ეს სხვა გაიგეთ ფუსი ესე გაიგეთ მე გავეშურები მშვიდად საწოლისკენ როგორც იმერელ მამაკაც შეეფერება წარმატებები მოკლედ რა ვერაფერი ვერ ვიყავით ხალხო ყველგან არსად არ იყო ხალხი შეიძლება იმის ბრალიც არის რომ სამუშაო დღეა ცოტა ხალხი იყო ზოგადად და რავი მაგას დავაბრუნოთ
და გადავწყვიტეთ მოვსულიყავით აგერ პაწუა ტყეში. სტუმრებს რო თბილ გარემოში იწვევენ ხოლმე და რაღაცა ცივნიავს არაკარებენ, აგერ მე კარგი სტრაკი -18-ში. სადაც არ უნდა ამაზე უარეში. დამიძახეთ თქვენ გვერდით ვარ. ირიმე შენი, გაგვიმარჯოს. აბა გაგვიმარჯოს ყველაზე. ერთად და მაგა. აბა მეგობარი და ეს ისთვის არის, რომ თუ არ დაუდექი გვერდით ერთმანეთს. აბა იმათი გუგუნი არ ვიცი რა დაждდა დღის ბოლოს. ჩვენი დაждდა. და მოდი აქვე დიდი მადლობა Betson Sports. დიდი მადლობა Socars. უღრმეს მადლობა TBC-ს და უღრმეს მადლობა 5-დან 0-ს, რომ შეგვიძლია რომ ეს ყველაფერი ვაკეთოთ, ესეთი კონტენტი შემოგთავაზოთ და მოკლედ დიდი მადლობა თქვენ მეგობრებო, რომ გვიყურებთ და გვერდში გვიყურებთ. გენაცვალოთ ჩემთვის.